მშვიდობის მოგესალმებით რუბრიკით მეგობრები შემოგიერთით ლაშა მესხთან ერთად ახალგაზრდა მწერალსა და ბლოგერს ძალიან კარგად იცნობთ ჩვენს ქალაქში, მაგრამ ამჯერად ჩვენ შევხვდებით მას საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. ის მეგობრები, რომლებიც დღეს უნდა ლაშას რომ ჩვენ გაგვაცნოს, არა მხოლოდ ქართველები, საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც არიან სტუმრად და მოკლედ ლაშა. დღევანდელი შენი სტუმრები, მეგობრები არიან სტუმრად არა მხოლოდ შენთან, არამედ საქართველოშიდაც, ხო? მათ მოინდომეს ენახათ ჩვენი ქვეყანა და მისი მასპინძლობის შესახებ შეეტყოთ. შენთანაც ჩამოსულიყვნენ, მოკლედ გვიან მათ შესახებ. მოგესალმებით, დილა მშვიდობისას ვეტყვი სრულიად ქუთაისს, მინდა წარმატებული დღე უსურვო მათ და თითოეულ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მეგობრობას, ეს ალბათ ცოტა რთული და ასე ვთქვათ, დიდი დრო ჭირდება ამ ტერმინზე საუბარს. მოკლედ ვიტყვი, დღეს ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები, ჩემი ძირძველი მეგობრის, ასე ვთქვათ, გარემოში, ჩემი პიკასოსთან ვიმყოფებით ახლა ჩვენ. ქუთაისლებისთვის ალბათ ეს გარემო არ იქნება უცხო და არც ჩვენი მაყურებლისთვის. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ევგენი და მარტა. მარტა გახლავთ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევგენი გახლავთ მხატვარი და დიზაინერი და ასე ვთქვათ, თავის საკუთარი ფირმა აქვს და ეწევა ამ საქმიანობას აქტიურად. რაც შეეხება მათ ჩამოსვლის მიზანს, ისინი პირველად არიან საერთო საქართველოში, 9 დღე დახვეს აქ. ჩვენი მეგობრობა დაიწყო ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივად, ჩემმა პოლონელმა მეგობარმა მარიშკამ გაგვაცნო ერთმანეთი, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, იმ პროექტიდან, რომელსაც ქვია დაკავშირებული საზღვრით Connected by Border. ეს გახლავთ ის პროგრამა, რომელიც აკავშირებს ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს. და აი სწორედ მან მითხრა, რომ ასეთი ძალიან კარგი მეგობრი მათი ჩამოსვლამდე დაახლოებით 1 თვენახევრით ადრე, მითხრა, რომ ისინი ჩამოდიან, აპირებენ ჩამოსვლას. და მოხდა ჩვენ შორის კონტაქტების გაცვლა, იყო იქ Skype დიალოგები ჩვენ შორის და შესანიშნავად გავიცანით ერთმანეთი, მოვასწარით, რომ ჩამოვიდნენ, მე ჩვენ დავხვდით და ასე შემდეგ გავაგრძელეთ აქ უკვე, ასე ვთქვათ, რეალური ურთიერთობა და мегобрობა. Мы с Лашей connected by internet. У нас просто совместные друзья есть в Польше, и через них мы через интернет познакомились. И встретили нас очень приятно, самые приятные впечатления с самых первых шагов в Грузии. Потому что, начиная с того, как встретили работники аэропорта, как пограничники, или как они называют, начиная с того, как нас тепло встречал Лаша. То есть мне, кто бы нас и где бы нас в Грузии не встречал, это только неприятное впечатление. მე უთხარი, ყველაზე მეტად რა მოგეწონა, მაგრამ აი ვერაფრით ვერ გამოყვეს რა, ისინი იყვნენ როგორც ქუთაისში, შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ზემოთ მცხეთ-ამთიანეთის რაიონში, რამოდენიმე ადგილას, 9 დღეში რაც შეიძლება მოესწრო ადამიანს, მე მგონი მათ მოასწრეს და აი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, მინდა გითხრათ და არიან ეხლა სამ წუთშიც და ვერ გამოყვეს რომელი ადგილი უფრო მოსწონთ. Самое главное впечатление – это люди. Вот ваша страна очень богатая людьми, потому что очень открытые, чистые сердца встречаются очень часто. И еще очень приятный был сюрприз, это то, что у вас есть такое явление, как гражданское общество. То есть вы выглядите как народ. Даже когда мы буквально вчера были за столом вместе с 2 оппонентами, они 2 одноклассника, с детства они дружат, они знают друг друга очень давно. Невзирая на то, что это 2 человека, которые просто, не дай бог, коснутся политических тем в беседе, но они всегда способны вспомнить, что они все-таки в первую очередь практически братья. И это не единственный случай, когда мы видели, что вы все-таки народ. Вам легко быть вместе, вам приятно быть вместе. Вот это чувствуется в первую очередь. То, что, к сожалению, в нашей стране начинает утрачиваться, и за это нужно бороться и прилагать большие усилия, а вас нужно это просто сохранить. Это
то, что оценишь, наверное, только когда потеряешь, так вот ни в коем случае не теряйте этого. ლაშა კიდევ ერთი მეგობარი უნდა გაგვაცნო. მეუღლე და ზოგადად ის საყვარელი ადამიანი ვისთან ერთადაც ცხოვრობ, საუკეთესო მეგობარია, რასაკვირველია. და მინდა ვთქვათ ასე ვთქვათ გაგაცნოთ ჩემი მეუღლე ნინო, რომელმაც ჩემს უკრაინელ მეგობრებს საკმაოდ საინტერესო ასე ვთქვათ მასტერკლასი ჩაუტარა ქართული კულინარიის და ალბათ ამ შტაბეჭდილებებს თვითონ გაუზიარებს თქვენს საყვარელ მაყურებელს. მოკლედ როგორია ხოლმე ლაშას მეგობრების სტუმრობა თქვენთან და ამჯერად უცხოელის მეგობრების სტუმრობა? პროექტში მოგესალმებით, მიესალმები ყველა ქუთაისელს. ესე იგი, ძალიან გამიხარდა პროექტში რომ გავიგე ეს ადამიანები აპირებდნენ ჩვენთან მოსვლას. ვიფიქრე რა გამეკეთებინა, ასე რომ პროექტში ჩვენ მაინც გავაკეთე საცივი, როგორც ვიცით. ხინკალი. კიდე, ესეთი რაღაცები რა საჭმელები, რაც ძირითადად ქართულია. და ძალიან მოეწონათ. მეც ძალიან მომწონს ეს ადამიანები და იმედია გავაგრძელებთ კიდევ მეგობრობას. და ჩაუტარე მასტერკლასი ხაჭაპურის გამოცხობაში და ძალიან მოეწონათ მოკლედ რა ყველაფერი. კარგი, პიკასო, ლაშას სტუმრები, ხა შენთვის უცხო არ არის საერთოდ სტუმრები, აი აქ შენს ძალიან ისეთ ინტიმურ სამყაროში, სადაც შემობიჭება ყველას არ შეუძლია, მაგრამ ვინ შემოდის, იცის რომ გულწრფელად მიიღებე. მოკლედ ლაშას მეგობრებზე, საერთოდ უცხოელ მეგობრებზე მინდა ვისაუბროთ, რამდენად ხერ ხდება ხოლმე აი ესეთი მეგობრობა შეინარჩუნო ან რასაც წევს ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს უცხო არ არის, იმიტომ რომ იცი ნინო და ალბათ ეს სამყარო არის არა მარტო ჩემი, ის ჩემი მეგობრების და მე კიდევ ერთხელ ლაშას მინდა მადლობა უთხრა, ევგენის ზადა მარტა სახით კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე უკრაინიდან. რა თქმა უნდა, მე უკრაინასთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს, იქ სამხედრო სამსახურს გავდიოდი და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უკრაინის თვითონ ტერიტორიაზე. არა მარტო უკრაინაში, საერთოდ სოფლიოს ყველა კუთხეში. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე. თუ რამე გამაჩნია ამ ქვეყანაზე და მე შემიძლია ვთქვა რომ ვარ მდიდარი, ვარ ჩემი მეგობრებით. და ეს ყოველდღიური ურთიერთობაში იზრდება. შემდეგ შეიძლება ყოველდღე ვერ დავეკონტაქტოთ და ფიზიკურად ვერ ნახოთ, მაგრამ სადაც მივდივართ ჩვენ ყოველთვის ყველა კუთხეში გვაქვს მისასვლელი, რასაც ჩვენი მეგობრები ქვია და ეს მე მგონი ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ცხოვრებაში. თუ რამე შეიძლება ადამიანმა შეაგროვო, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ღირსეული არის მეგობრები და მე ამით ძალიან მდიდარი ვარ. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემ მეგობრებს აქედან მოკითხვა შევუთვალო, ვინც ახლა გვიყურებს, იმიტომ რომ თქვენ ტელევიზია ვიცით რომ ეს გადის მთლიანად მოიცავს მთელ სოფლიოს და რა ვიცი, ყველას მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ჩემი ახალი შეძენილი მეგობრების სახით კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენი კონტაქტები ასე გაგრძელდება. ასე რომ რა ვიცი, მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ სამყაროში ყველა ნივთი, ყველა აქ ჩამოკიდებული იცი ნინო შენ რომ აქ ყველა ტოვებს თავის აი პირველად მომსვლელი და თუნდაც შემდეგ ვერ ნახო ვერასდროს, მაგრამ ის ჩემი აქ შემოსვლით ყოველთვის მახსენებს თავის თავს. ასე რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა. ლაშა, ბოლოს მინდა კითხო, აი რამდენად განსხვავებული არის ურთიერთობა შენი თქვა უცხოელ მეგობრებთან და ქართველ მეგობრებს შორის, განსხვავებ ამ ურთიერთობას საერთოდ? ნუ ითვალისწინებ ალბათ მათ კულტურად, მათ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანში ჩემი აზრით კი არა, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვეძებ ადამიანში, ვეძებ სიკეთეს პირველ რიგში და არა აქვს მნიშვნელობა ის ქართველი იქნება თუ სხვა ეროვნების, სხვა რელიგიის თუ ასე შემდეგ სხვა რელიგია იქნება თუ ასე შემდეგ. უბრალოდ მთავარი ადამიანი იყოს კეთილი, ჩვენ მქონდეს საერთო, ასე ვთქვათ, პრინციპები, საერთო ღირებულებები, საერთო ანუ ვაზროვნებდეთ ისე, რომ ერთმანეთში არ მოვდიოდეთ კონფლიქტში რა. და ესეთ ადამიანებთან, რომლებთანაც მაქვს ხშირი ურთიერთობა, შემდეგ ანუ არ უნდა გაწყდეს, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. რა თქმა უნდა, ბლომად დამიგროვდა უკვე მინდა გითხრა და თითქმის ან ეს მომენტი არ მაქვს რომ ეს ქართველია, ის ან მეგობარი არის მეგობარი, თუ დაარქმევ ადამიანს მეგობარს, პიკასოსთან მეთანხმება, პიკასოს ჩემი აზრით გინესის რეკორდებში არის ქუთაისის მასშტაბით, ალბათ საერთოდ საქართველოს მასშტაბში საყვანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობრები ყავს
მაგრამ პიკასოს ანალოგიურად, აი რაც მე ჩამოვთვალე ამ პრინციპების დაცვით ალბათ, მასაც ეს კრიტერიუმი აქვს, რომ ადამიანს უწოდოს მეგობარი. და პირველ რიგში მაინც კიდე გამოკვეთავ არის სიკეთე, ადამიანი კეთილი უნდა იყოს, რომელთანაც მე მექნება, ასე ვთქვათ, მეგობრული შემდეგ ურთიერთობა და სწორედ ეს არის ალბათ იმის საბაბი, რომ მე და თქვენ მეგობრები ვართ ხალბატონ ნინო. დიდი მადლობა. მე ამით გემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ ლაშა მესხი იყო ჩვენი რუბრიკის სტუმარი, თავის მეგობრებთან ერთად შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთი კვირის შემდგომ სხვა ცნობილ ადამიანთან.